არ მგონია ვინმესთვის სასიამოვნო იყოს ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ საცვლებში ფათური, მაგრამ როგორც ჩანს, ჩვენ საზოგადოებას სხვა სადარდებელი არაფერი აქვს და ნამდვილად ძალიან მაღალი ინტერესის საგნად ჩამოყალიბდა განდეგილი კვარტეტის თემა. ჩვენი საუბრის პარალელურად მიმდინარეობს ასევე შეხვედრა ნაციონალური მოძრაობის ოფისში, სადაც კვარტეტის წევრები თავად გააჟღერებენ საკუთარ мотивაციას, მაგრამ ჩვენ ხომ ის ხალხი არა ვართ, რომ ვინც რას ამბობს, ის დავიჭეროთ. არ ვიცი რა შინაარსი ბაცი განცხადებისა, დარწმუნებული ვარ, რომ უამრავი კომენტარი კვლავ გაკეთდება იმის თაობაზე, ვის ჯერა, ვის სასჯერა, სინამდვილეში რა მოხდა, მერე რა მოხდება. ამდენად არც თუ კონსტრუქციულია ჩემის აზრით ამ თემის გაბერვა უსასრულობამდე. ჩემის აზრით ამჟამად კვარტეტის წევრებზე უფრო მაღალი საფრთხის სუბიექტი გახდება ის პოლიტიკური ძალა და დღევანდელი საპარლამენტო ფრაქცია, რომელიც ივაშკაცებს და საკუთარ თავშესაფარს შეთავაზებს კვარტეტის წევრებს. ჩემის აზრით ეს იქნება გარკვეული პოლიტიკური ხარაკირი, ნებაყოფლობითი და შედეგს ასეთი მფარველი თუ გამოუჩნდა დღევანდელ პარლამენტში ამ 4 ნაციონალს დადგება შემდგომ არჩევნებზე. და დასრულდება კიდეც დავა იმის თაობაზე თუ ვინ, საიდან, როგორ, რატომ, როდის, ვის სასარგებლოდ სთხოვა, აიზულა, დაემუქრა თუ რა დამართა ამ 4 ადამიანს, რომლებიც თავისთავად ასე კვარტეტად არასოდეს ასოცირებულა ჩვენს ცნობიერებაში და რასაკვირველია გააჩნია მიზეზი უკმაყოფილებისა ამ პოლიტიკური ძალის ლიდერებს, მაგრამ რაც უფრო თავშეკავებულნი იქნებიან საკუთარ შეფასებებში, მე მგონი უფრო მტკიცე დარჩება მათი ერთობა. ჯერჯერობით კი ნაცმოძრაობაში შექმნილი ქაოსით მათი პოლიტიკური ოპონენტები ერთობიან. გააჩნდა დაცხადება და წავიკითხა განხილვებები. რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება? ჩვენ ვხედავთ რეალურ საფრთხეს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობით მოვიდნენ ღიად ან ფაქტობრივად პრორუსული ძალები. ამ რეალობის შეცვლის შანსი ჰქონდა მხოლოდ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ოპოზიციურ ძალას, რომელმაც გაუძლო წარმოუდგენელ წნევს ოლიგარქის მარიონეტი მთავრობის მხრიდან. გადარჩა და აგრძელებს ბრძოლას ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ აღარა ორი და უმნიშვნელოვანესი გამოსდა. პირველი მშვიდობის გადააბარა ხელისუფლება დემოკრატიულ არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას და მეორე არ დაიშალა, გადარჩა და შედგა როგორც ძლიერი კომპეტენტური ოპოზიციური ძალა. ამ ესენი იწევენ ახალ ეკონომიკური იდეებით დატვირთულ პოლიტიკურ ძალას, რომელიც 2016 წლის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და რომელიც სადებს ეკონომიკურ გეგმას, რომელიც გადაარჩენს საქართველოს. ეს არის ამათი მიზანი. და პარტია ანუ ძალების აღფინანსებს ნაციონალურ მოძრაობამ რაც ვერ მოახერხა აქამდე. მხოლოდ ამ გზით წარმოუდგენიათ არაფორმალური მმართველობის დასრულება, რომ შექმნან დამოუკიდებელი პარტია, ესენი არიან სურა ჯაფარიძე, გოგა ხაჩიძე, გიორგი მელაძე და ყავლე ხუბლაშვილი, რომლებიც არასრულებელო წავით. პარტიად ცვენა ეს საქართველოს რეალობაა. ჩვენი სტანა პატარა სახელმწიფოში 225, შეიძლება ცოტა მეტიც
პოლიტიკური სუბიექტია დარეგისტრირებული. და თუ რაიმე დეფიციტი ქვეყანაში არ ქონია, ნამდვილად პარტიების რაოდენობა გახლავთ. თუ ვერ ხედავენ რაიმე განსხვავებას საკუთარ და ნაციონალური მოძრაობის ხედვას შორის, მაშინ ნამდვილად რთული დასაჯერებელია ლტოლვა რაიმე სიახლის შექმნის, თუ კი პარტიის აღმასრულებელი დირექტორი ვერ ფლობს შესაბამის ბერკეტებს და თავს იტყუებს იმით, რომ ახალ პარტიაში მოახერხებს იმის გაკეთებას, რაც ვერ შეძლო ნაციონალურ მოძრაობაში, ისევ იმის მიმანიშნებელია, რომ კრიზისი არსებობს და კრიზისის დაძლევის შესაძლებლობები მათთვის მკაფიო არ არის. ვიტყვით, რომ ეს კვარტეტი რაიმე სერიოზულ დარტყმას მიაყენებს ნაციონალურ მოძრაობას, მათ არ ქონიათ დიდი გავლენა ამ პარტიაზე, მაგრამ არც რაიმე უმსგავსო ქმედებებთან იყვნენ ასოცირებული წლების განმავლობაში, რასაც ვხედავდით და ვისმენდით და ვგრძნობდით. ამიტომ მათ არ გაუჭირდებათ ზოგიერთი საკუთარი ყოფილი თანაპარტიელისგან განსხვავებით, რომ ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალაში მონახონთ საკუთარი თავი, მაგრამ ის რომ თავად მათ შექმნან პარტია, რომელსაც თურმე ახლო მომავალში შეიძლება სერიოზული ცვლილებების შეტანა საზოგადოებრივ განწყობებში, ეკონომიკურ განვითარებაში, ამას ქვია ოცნება. ხოლო რამდენ პარტიას დაერქმება ოცნება, ეს იცის მხოლოდ მთავარმა მეოცნებამ. ჩვენ ოცნება არ გვაკლია, კარგახანია ვოცნებობთ, მაგრამ მოსახლეობის დიდ ნაწილს აზრითაც არ მოსვლია, რომ საკუთარი ოცნების აღსასრულებლად საკუთარი პარტია შექმნას. ხოლო ბევრად უფრო აქტიური წევრები ნაციონალური მოძრაობის აგრძელებენ ამ პარტიაში ყოფნას, როგორც ხედავ, არ აქვს მნიშვნელობა კიდევ 4 გამოეყოფა თუ არა მათ, რადგან ძალიან მარტივად გადაიტანა ამ პოლიტიკურმა ძალამ, როდესაც მათი მრავალწლიანი ერთგულების ფიცის მიმცემი ბიზნესმენები, რომლებიც ჩასახლდნენ ყველა მოწვევის პარლამენტში მაჟორიტარების სტატუსით, უეცრად გასულ შემოდგომას ერთი გადასკუპებით ჩახდნენ ნაციონალური მოძრაობაში, უკაცრავად ოცნებაში, თურმე რა ყოფილა მათი ოცნება ყველამ გაიგო და არანაირი ვაივიში ამ მიზეზის გამო ნაციონალურ მოძრაობაში არ ამწყდარა. ეს 4-ეული როგორც ჩანს უფრო მოულოდნელი დანაკარგია პარტიისთვის, მაგრამ არც აუნაზღაურებელი დანაკარგია მინდა გითხრათ. გავა დრო და ნეტავი ამაზე მეტი დარდი არ გააჩნდეს საქართველოს. რა პარტიას შექმნიან და რა ექნებათ ჰიმნის სახით შემოთავაზებული საკუთარი პარტიის, მაშინ, როდესაც სიმღერად შემქმნელი ლიდერი ეყოლება, არც ის არის გამორიცხული, რომ ნაცვლად მიშა მაგარიასი მოვისმინოთ ახალი თხზულება სათაურით მიშა ფარჩაკია. ანუ რა იქნება შემდეგი სიმღერა ბატონი ხაჩიძის, ამას საზოგადოება მოისმენს და თავად გამოიტანს დასკვნებს. ბატონო
ეხლა წელიწადზე ცოტა მეტია დარჩენილი მომდევნო არჩევნებამდე პარტიის შექმნის გარდა ნებისმიერი სხვა აქტიური ქმედება შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო შედეგიანი. კი ბატონო, ვიღაცა გულუხვი ძია შეიძლება მოიძიონ პარტიის შექმნის დამფინანსებლად, მაგრამ იმდენად ძლიერია სკეპტიციზმი საზოგადოებისა ზოგადად პოლიტიკური სტრუქტურების მიმართ, რომ ახლა კიდევ ვიღაცის შექმნილი რაღაცა კიდევ ახალი ქოლგის ქვეშ შეყუჟული პარტია ძალიან გამიკვირდება თუ ერთ ადამიანს მაინც მოახვედრებს მომავალ პარლამენტში. შეიძლება გამოყენებული იყოს სულიად სხვა მიზნით, რომელიმე კონკურენტი სუბიექტის ჩასაძირად, მაგრამ ამ ფუნქციას 3 წელია ასრულებს ბატონი ნათელაშვილი, როცა ერთი წინადადებით ორივე წამყვან პოლიტიკურ ძალას ლანძღავს და საკუთარი ემოციური ციტატებით ახალისებს საზოგადოებას, მაგრამ შედეგი როგორია, ამას ჩვენ თვითონ ვატყობთ. ამიტომ მე პირადად ეხლა ნებისმიერი ახალი პარტიის ჩამოყალიბება იმაჩნია გართობის ფორმად. არა მგონია, რომ ასეთი მსახიობური ნიჭის მატარებლები იყვნენ ლიდერები და ამ გაბრაზებული ბრაზების შემდეგ ღიმილი მაინც არ გაეპაროთ თუ ეს ყველაფერი ხელოვნურია. არა მგონია, არ არის ეს ისეთი რევოლუციური ცვლილება პოლიტიკური ძალისთვის, რომ ასეთი სცენარები დადგან. ერთადერთი ვფიქრობ დარტყმის სამიზნე ამ სუბიექტებისთვის დარჩება იგივე და როდესაც განცხადებას იწყებ კვლავ ქართული ოცნების ლანძღვაგინებით, ეს ნიშნავს იმას, რომ ფორმულა ასეთი ახალი პარტიის შექმნისა ერთ ძალიან კაფიო რუსულ გამონათქვამში არის გამოხატული яблоко от яблони далеко не падает. ჩავთვალოთ, რომ ვაშლის ხეს ერთი ვაშლი მოწყდა, შესაბამისად ის ძალიან შორსაც ვერ გაგორდება.